შვიდობა. ხო შეგბირთით. ხუთში მოვალ მეთქი. ყოველთვის ცდილობდი სიტყვიდან არ გადავს რა ერთი გამახსენდა ახლა სინდისმა მინდოდა არ მახსოვს ვინმე მოვატყუილი ან უნებურა შევპირდი და ვერ გავაკეთე, მაგრამ ერთი საბა შევპირდი აკორდები და საბა კიდე ერთხელ ბოდეს გიხდი. ვინანიებს მა. მართლა რაღაც პრობლემები მქონდა, თუმცა ხა გამართლებას გავს ეს, მაგრამ მაინც მართლა რაღაც პრობლემები მქონდა და ეს რა ყოფილიყო. მანამდე შემეძლო და გთხოვ, მაპატიე. ვეცდები მართლა, მაგრამ ამის გარეშე, საბას გარეშე მეტი არ მახსოვს ვინმეს რამე შევპირდი და თუ შევპირდი და რამე მომიტევეთ. ყოველთვის ვცდილობ, რომ ვიტყვი და შეიძლება უცბად ვერ გავაკეთე, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც ვასრულებ. კარგით, მოვედით. აბა მოვემზადოთ. ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ახლობლებო და ძმებო და დებო. უკაცრავად თქვენ წინაშე ისა მოვსამხანდისხან. ხوار გამიწყდით. ცოდვაში ხوار შემეშით, ეს არა ცოდვა. იესო თქვა, ის კი არ არისო ცოდვა რა, ის კი არ ბილწავსო კაცს რა ჩადის. არამედ რაც ამოდის. ის თქვი შენ რა ამოვა ეხარდორე, რა ჩავა, ეს არა პრობლემა. ეს მე არ ბილწავს. ადამიანს ბილწავს ის რაც ამოდის. არასწორი ქადაგება, არასწორი ახსნა განმარტება. არასწორად ღმერთის სიტყვის მიცემა. ჯობია სულ არ ელაპარაკო, ვიდრე რაიმე არასწორი თქვა და სხვა სახარება იქადაგოს კაცმა, სხვა სულით ილაპარაკოს, არა, სხვა იესო, სხვა სული და სხვა სახარება. ასე ამბობს თვითონ პავლე მოციქული. მოდით ახლა დღეს გვექნება ლაპარაკი, მე რო ვთქი იმას ვაგზელებ. როცა ვნახავ რომ ტრისგან მოდის ისტრიპიდელები ახეთ ჩვენსკენ, მორწმუნეებისკენ. მე ვერ დავждები და არ უყურებ, როდეს დაეცემა ჩემს ძმას და დას და ჩემს სულით ნათესავებს, ჩემი სულიერი ოჯახის წევრებს ეს ყუმბარები. ეგრევე საპირისპიროს გავუშვი ყოველთვის. იესო ნაზარეველის სახელით, ამინ. მე და მინდა ახლა ვილაპარაკო, დაჟე ხამითაც მქონდა ეს. ისე ჩამეძინა, ისე გამეღვიძა, ისე ეს აზრები, ამას რო ვიტყვი მე მოვისვენებ. მე რაღაც ის მოვა ჩემში, სიმშვიდე, თითქოსა ჩემი ვალი მოვიხადე. რა თქმა უნდა, ბიბლია ამბობს, ვინც ირწმუნებს, გადარჩება, მაგრამ იქ წერია კიდევ, ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება. გადარჩენა არის, მეგობრებო, ძმებო და დებო, გადარჩენა. ხსნა არის რწმენაში. ამას ეს მეორე აზრი ამისი არ არსებობს. მაგრამ, აქ არის ერთი მაგრამ. მაგრამია ერთი. მთელი სახარება დაწყებული იესოს ცხოვრებიდან დამთავრებული გამოცხადების ჩათვლით. მარტო ირწმუნე და всё. ამისანა აზრი აქ არ არსებობს. მე დაგიმტკიცებთ. ვიღაცა ხო ამტკიცებს, რომ ირწმუნე და გადარჩები. ეს არის ნახევარი სიმართლე. კი, შენ გადარჩენ. მეც გადარჩენილი ვარ ახლა. მაგრამ მე ახლა რო შევყო დენის ბუდკაში ხელი. რა დამემართება მე? დავჭები ცოცხალი. შენ ვინც ლაპარაკობ რომ всё, გადარჩენილი ხარ. შეყაბი დენის ბუდკაში ხელი და ნახავ. იმას არ გააკეთებ შენ. იმიტომ რომ ურთხილდები სიცოცხლეს. ესე იგი, ეს შენს გადაგებას ეწინააღმდეგება.
იმიტომ რომ იესომ თქვა არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი თაყვანი ესი მხოლოდ შენ ერთ ღმერთს და მხოლოდ მას ემსახურე გადახდი ხო წერიაო იესომ თქვა დაწერილია არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი იესო რო გადამხდარიყო არავითარი ანგელოზი არ დაიჭერდა მას იქ ეს მას ძალიან კარგად იცოდა ამიტომაც სატანას უნდა მისი შეცდენა მე წავიკითხავ რამოდენიმე ადგილებს თქვენ მსმენელებო იყავით როგორც ჟიურის წევრები სასამართლოში ხო და ვერდიტი თქვენშიც და თქვენს გარეთაც თქვენ თვითონ გაარკვიეთ არის თუ არა ეს ასე სწორი ვიღაცა ამბობს სულ ერთია სიკო ნიკო კიდევ რა ვიცი მე ვიღაცები სახელს არაფერს შუაში არა მე ასე დავარქმევდი ერთი სული იმიტომ რომ იესომ თქვა სიტყვებს რომელსაც მე ვლაპარაკობ იესო ქრისტემ თქვა სიტყვებს რომელსაც მე ვლაპარაკობ არისო სული და სიცოცხლე კიდევ არის ძოლათმაში ასეთი ისა ასე წამიდადება სიტყვა ასე რუსულად о злая мысль оборот азро откуда ты вторглась საიდან შემოხეთქეო საიდან შემოხეთქა და ჯოჯო злая мысль მასალა კეთილო ბოროტო აზრო საიდან მოხვედი საიდან откуда ты вторглась злая мысль იაკობი რას ამბობს მასალად აკრავს გევარ ღმერთი არის ცდება ბოროტით არც ვინმე სდის ღმერთისგან არა ბოროტება ამიტომ злая мысль ბოროტი აზრი ეს ეშმაკისგან არის თუ გახსოვთ იგავი რომ იესომ თქვა აი დათესავ კაცმა კეთილი თესლი და ხამით მოცუნცულდა ბოროტი ადამიანი და დათესავ ხვარცლი და ერთად დაიწყეს ამოსვლა არა და მაგრად გავს даже ღმერთი არენდო ანგელოზებს როცა იმას ამოძირკვავთო ხვარს იქ ხორბალის შემთხვევით არ ამოკვეთო იზარდონა ერთად შენ მაგრად გჭირდება მარჯვნივ მარცხნივ ვინა შენს გვერდით ხორბალი გიზის გვერდით თუ ღვარძლი იმიტომ რომ იესომ თქვა ერთად იზარდონ კის დღემდე მე მოვალ და ამ ცხრებს და თხებს მე ერთმანეთს მე გავცხრილავ მათ მე გავყოფ და ხო გვახსოვს როგორ გაყო იესომ მე ახალი მორწმუნე ვიყავი მოკითხულის მეგონა ესენი ურწმუნეები თხები ურწმუნეები ცხრები ჩვენ თხები ეტყვიან უფალო როდის გნახეთ და იქ ზემოდადებო იესო ამისთანა მიზეს წარუდგენს მათ იესო არ ეტყვის რატომ არ კითხულობდით ბიბლიას რატომ არ მირწმუნეთ რატომ ჩემი სიტყვები არ გჯეროდათ სად იყო თქვენი რწმენა იესო ეტყვის მიზეს შიოდა არ მაჭამეთ წყუროდა მაგრად წყალი არ დამალევინეთ ავად ვიყავი არ მოხვედი და არ მინახულეთ იქ არსად არ წერია რწმენა და ქადაგება ციხეში ვიყავი
რწმენის გამო. არ დავთმე ჩემი უფალი ჩამშვეს ციხეში და შენ შეგეშინდა. არ ჩამთავენ მეც იმისიანია და ისა. არ მოხვედი. იქ იესომ მათ ისინი იმიტომ არ შეუშვა, იმიტომ გაუშვა გარესნელი სიბნელეში, არ გაკეთების გამო. აქ წავიკითხოთ. ვიღაცა ამბობს, ირწმუნებსო, ვინც ამბობს, რომ საქმე კიდო უჭირდება, დაღუპულია. სულიწმინდის გმობა ვერ მგონს. სულ არის ის იმ კაცმა, რა არის სულიწმინდის გმობა. ატამზე ზის და იმას ბალს ეძებს. მათეს 25 თავი ეს. გთხოვთ, ნუ დაგეზარებათ, იმიტომ რომ მე ვეცდები მთელი ჩემი გული რა შიგნით მაქვს აქეთ გამოვიტანო. ოღონდ ჩვენ გავიგოთ. მე მეტი არაფერი არ მინდა. დააყენებს ხრებს თავის მარჯვნივ, თხებს მარცხნივ. და მაშინ ეტყვის, მოდით ჩემთან მამაჩემის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ თქვენთვის გამზადებული სასופველი, იმიტომ რომ მიერწმუნეთ? ანდა სულ ბიბლიას კითხულობდით. რა თქმა უნდა, ეს საჭიროა, რწმენა საჭიროა. ბიბლიის კითხვა საჭიროა, კრებულში სიარული, თაცმებში ერთ ის ქრისტიანები ხო ერთად იკრიბებდნენ ყოველ დღე მოციქულები. მაგრამ ყველაფერი ეს ემსახურება ერთპიროვნებას. თავად ცენტრში ვინც არის იმას, იესო ქრისტეს. და იესო ამბობს, მშიოდა და საჭმელი მომეცით. წყუროდა დამალევინეთ. დაგლასოთ როგორ მწყუროდა და წყალი რა დამალევინეთ. უცხო ვიყავი და მიმიღეთ. შიშველი ვიყავი. ციოდა. შიშველი კაცი და ჩამაცვით. სნეული, ავანტყოფი ვიყავი და მინახულეთ. საბყურბილეთ ციხეში ვიყავი და მოხვედით სვიდანიაზე ჩემთან. გული გამიხარეთ. მაშინ ეს მართლები მორწმუნეები ეტყვიან. უფალო როდის? ეს ყველა ვიცით. იესო მაგ ყველაფერს ხაზი გაუს უყურერას. მშიოდა საჭმელი მომეცით, წყუროდა დამალევინეთ, უცხო ვიყავი, მიმიღეთ, შიშველი ვიყავი, ჩამაცვით, ავანტყოფი ვიყავი, მინახულეთ საპყრობილეში და იქაც მოხვედით ჩემთან. აქ ყველა ეს საქმეებია. საქმეები. საქმეა ეს. ვიღაცას რო ნახავ, შიშველს ჩააცმევ. შენ დაზმას რო ნახავ. გაჭირებულს ფეხსაცმელი არას ვიაგეთ, გახსნილი აქვს მეცაით პირი, მშიერი ძაღლებით, ნიანგივით. ან გაუცვლი, ან უყიდი, ან შენ ძველ რამეს, ნორ იმაზე უკეთეს რომ მისცემ. ვიღაცა შია. იაკობის სიტყვები ვითომ და იაკობის სახარება არაა წმინდა წერილი. ასე უყურებს ბევრი. იაკობმა რომ თქვა, ვითომ ძაღლმა დაიყეფა. პავლე მოციქული, რომელსაც ბევრი, პავლე მოციქულმა თქვა, ვინც რჯული აპირებს. ჯული ეს უკვე სხვა საკითხია. პავლე მოციქული ხას უსვამს იმ სიმართლეს, რომლითაც ზოგიერთები ცდილობდნენ თავის გამართლებას საქმეებით. საქმეებით ვერ მართლდება ვერც ერთი ადამიანი. საქმეებით რო ყოფილიყო გამართლება, იესო არ მოვიდოდა. და ჯვარზე არ მოკვდებოდა ჩვენს მაგივრად. არაფერი არ შეძლო კაცს.
ჩვენ გადავრჩებით იესოს მსხვერპლით რწმენით, მაგრამ მერე ისე გეუბნება დაჯექი და კერე. არა. იაკობი წერილი თუ არის სულიწმინდა, თუ შენ ვიღაცა ხარ და თვლი ამ იაკობის წერილს ღვთაებრივ წერილად, მაშინ სულიწმინდა იაკობის ბაგებიდან ამბობს. რწმენა საქმის გარეშე მკვდარია. თვითონ პავლე მოციქული ამბობს. რწმენა, რომელიც მოქმედებს სიყვარულით. რწმენის ბენზინი არის სიყვარული. რწმენა მოქმედებს. რწმენა არა, მე ვერწმუნე და ფეხებსა და რწმენა ასე არა. რწმენამ რომ ირს, რწმენამ თვალები რო დაჭყიდა. რწმენამ კიუ და გააღო რწმენამ თვალები. ეგრევე მოქმედებს. დაფასურდება კაი იასახლის ციცავით. რწმენა არა პასიური. რწმენა არა კომში. რაღა ტრუბა ისა რომ სულთად რომ არ მოკვდეს. ტრუბა კი არა ჩაჩხორი იმაში პირში და ისე კი არ სუნთქა. რწმენა არის მოქმედი. ასე წერია. რწმენა რომელიც მოქმედებს და ისიც რელიგიით კი არა და დაწერილიათი. სიყვარულით. სიყვარულს აკეთებს, თავისას არეზებს, იქით იხარჯება, ითმენს, კეთილს უკეთებს, იქით აკეთებს. ეს არ რწმენა. ხოლო ფიქრობ, რატომ ვერ იგებს ეს ხალხი? ანუ რატომ აღზიანებთ, რომ მორწმუნე, რომელიც ირწმუნა იესო, გამართლდა, მიიღო გადარჩენა. და შემდეგ რატომ არ აინტერესეთ იმ ხალხს? პავლე ამბობს ზოგიერთზე, მათი რწმენის გემი დაიმსხვრა. კაპუტ, ტიტანიკი, რა დაიმართა ტიტანიკს? რა იცით? ასეთი ხალხი არის აპარსნი ხალხი. აი ზუსტად ამის ანა ხალხზე ამბობდა პავლე მოციქული. ზესიდან ანგელობას რო გახაროთ, არა ის რას მე გითხარით, იყოს ეს შეჩვენებულია. მე წავიგიხავ თვითონ პავლე მოციქულის სიტყვებს. მათეს აღარებაში იესომ ხო გავიგეთ, ცოტა მაინც ხო გავიგეთ, რომ იესო ეტყვის მათ. იმიტომ შემოდით ჩემ სასოფლოში, რომ გააკეთეთ. აი თქვენი რწმენის ცხოვრებაში, მე რომ მირწმუნეთ იმის შემდეგ, რომ მაჭამეთ, ჩამაცვით, მიმიღეთ, მინახულეთ, მომინახულეთ, აი რომ გააკეთეთ, ამიტომ შედით. ხოლო მათ, ვინც ჯოჯოხეთში გაუშვებენ, მათ ეტყვის იესო. თუმცა უფალოს უწოდებენ. როდისო უფალო, როდის გიხილეთ შენ და არ ჩაგაცვი და არ გაჭამეთ. იესომ თქვა. როგორ თქვა? წადი ჩემგან წყეულნო საუკუნო ცეცხლში. რატომ? ვინაიდან მშიოდა და საჭმელი არ მომეცით, არ გამიკეთეთ. წყუროდა და დალევა არ გამიკეთეთ, არ დამალევინეთ. ეს ყველაფერი საქმეა. უცხო ვიყავი და არ მიმიღეთ. შეშველი ვიყავი და არ შემოსეთ. სნეული ვიყავი და საპყრობილეში და არ მოხდით შემსანახავად. ისინი ეტყვიან უფალო. როდის გიხილეთ მშიერი მწყობრალი და ასე. და იესო ამბობს და წავლენ ესენი ეს უფალოს რო ეზახდნენ. საუკუნო სატანჯველს. მაწამდათ იესო უფალი, ალელუია. მაგრამ
ხოლო მართალნი საუკუნო ცხოვრებაში. მე მინდა გავუსვა ხაზი, რომ იესომ ხაზი გავუსვა რწმენას, რომელიც მოხდებდა სიყვარულით. სულ არ იცოდა იმას ეს იესო რო იყო. მათი გული იყო ამისანა. ნახეს მშიერი აჭამეს, ნახეს მწყრვალი დაალევინეს, ნახეს შიშველი ჩააცვეს. ვიღაცა უცხო სახში მიიღეს. თავისი მორწმუნე ძმა ციხეშია მივიდნენ, ამ სამწყობოში მივიდნენ. რამდენია დღეს ასე არ აკეთებს? უფალმა აკურთხოს, უფალი შეეწიოს. მე რას გავუკეთებ, უფალია ყველაფერი. უფალი ეტყვის. მე ვიყავი და შენ არ მოხვედი ჩემთან. ასე რომ არ ვიყავი მე შენი უფალი. შენ სხვა იესო გწამდა, შენ მე არ გწამდი. მეორე ადგილი. კორინთელთა მე-6 პირველი კორინთელთა მე-6 თავი. აღარა წერია. Внимание. ეს სკოლაში შაგონიე მარში. მე-6 თავში პავლე ამბობს. მე-6 თავის მე-9 მუხლი. ნუ თუ არიცით. ამას წერს ეკლესიას. კორინთელთა ეკლესიას წერს პავლე მოციქული. კორინთელთა ეკლესიას წერილს მე პავლე მოციქული მოწოდებული უფლისგან და ასე. კორინთელებო ისინი რა არის მოციქულო? რას გვიბრძანებ? პავლე უნა ნუ თუ არიცით. რა? რას კი არ ვიცით, რომ ყველაფერი ვიცით. ნუ თუ არიცით, რომ უმართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სასუფეველს. კი გასო როგორ არ ვიცით? არც ერთი ურწმუნო ვისაც იესო არ სams, არც ერთი არ დაიმკვიდრებს პავლე. ჩვენ ეს რამდენი ხანია უკვე შენ გითხარი და პირველი დღიდან ჩვენ ვიცით რომ ვინც იესო არ ირწმუნა, სასუფეველს ვერ ნახავს. რა არის გასო ჩვენ ოროსნებო ყوار რასაა როგორც რაღაცა ABCD-ს. აბგდის რო გვიხსნი რაღაცას. შენ სულიერ ნიჭებზე გითხარი პავლე და ესენი ჩვენ ვიცით. პავლე არა გაჩი. გაჩი ატორმუზეთ. პავლე ამბობს ნუ თუ არიცით რომ უმართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სასუფეველს. ხო გითხარით ვიცით ვინც ურწმუნოა და იესო არ ირწამა და არ მიიღო პირად მხსნელად არ გადარჩება. ეს მეზობლებია. პავლე თვალი ხო არა გასა რო ბრუნებს. ჩვენ რამდენი ხანია ეს ვიცით. პავლე იერა შენ ხარ თვალი ეტყვის ის უფრო მწოდნე. მერე პავლე აგზელებს თავს ნუ მოიტყუილებთ. რასა გასა რო ლაპარაკობს ეს? რაში უნდა მიტყუილებოდე თავს პავლე? რაღაც შენ სხვანაირად გველაპარაკებ. პავლე ამბობს თავს ნუ იტყუილებთ. რაში ვიტყუილებ პავლე ჩვენ თავს? პავლე ამბობს იცოდეთ ვერც მეძავნი ბრუშტები გარყვნილი ვერც მეძავნი ვერც კერ თაყვანის სემელნი ვერც მრუშნი ვერც მშიშრები ვერც მამათ მავალნი ვერც მპარავნი კურდები ვერც ანგარნი ხორმუცელები ვერც ლოტნი ანტის გაჩვენებენ იქ მე ვერც ლოტნი ვერც მლანძღველნი პირი რო აურ კუჭი პირში რო აქვს აშლილი რა ვერაჩ ტორმუზი რო აქვს პირში მლანძღველი ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სასუფეველს. პავლე ვერ გავიგეთ შენ ამას ჩვენ რაზე გველაპარაკებ? წადი და ეს გადაგება ქუჩაში უკადაგებ მრუშ კორინთელებს. ჩვენ შუაში ვართ აქ. შუაში კი არა ბიჭებო, თავში ხარ, თავში. თქვენ გონიათ უკვე თავი ქუჩი გაქვთ. არა და ბევრი ხართ ლოთები,
ბევრი ხართ ბრუშები, ბევრი ხართ კერთაყვანი მსმელი, მარტო ხატები და ის კი არა. ზოგს სამსახური გაქვთ, ფული გაქვთ, სიმდიდრე, დიდება, რა ვიცი მე რაც ღმერთზე მაღლა აყენია, ყველაფერი კერპია. შიშრები ხართ. მლანძღველები ხართ. პავლე ამბობს, პავლე ეუბნება კორინთელთა ეკლესიის ბიჭებს და დებს. თავს ნუ მოიტყუილეთ, გადარჩენილები ვართ. Stop. გადარჩენილი ხარ, მაგრამ ეს გადარჩენა პავლე რომ თქვა ესე, ბოლომდე შეინარჩუნა უნდა. აი ეს ანთებული სანთელი წაიღე ბოლომდე. გვირგვინი არ მოგტაცოს. რას ნიშნავს ეს? გვირგვინი არავინ არ მოგტაცოს. კაცო, ღმერთმა თუ დამახურა გვირგვინი, всё. ვინ მომტაცებს მე გვირგვინს? Stop. თავს მეიტყუილებ. ტყუილად არ წერია იქ, არავინ არ მოგტაცოთ გვირგვინი. არის ვიღაცა, ვისაც შეუძლია და შანსიც არის, რომ მოპარონ ის გვირგვინი. არ ჯერა? ბოლოს გვიან იქნება უკვე. ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სასუფეველს. ეს ერთი. მე რა წერია? გაიქეცი სიძვას. რატომ? იმიტომ რომ გაიქცე უნდა. ეს უკვე შენი საქმეა. არა მე არ გავიქცე. მე უკვე თავისუფალი ვარ. იესომ უკვე ჩემი წოდები აიღო. აბა რა, ზედმეტი ადგილისა მოჯღაბნა პავლე მიქ. სიძვას არ წერია რომ აებრძოლე. როგორც იოსები გაიქცა იმ პატიფარის ცოლს, ასე უნდა გაიქცეს სიძვას. ამის წინამდებ, იმიტომ რომ იმ სიძვას შენში აგენტი ყავს, ხორცი, შენი გრძნობები. მაგნიტივით იზიდავს, შორს მისგან. კარგი. კიდევ ერთხელ, ნუ თუ არ იცით, რომ უმართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სასუფეველს. თავს ნუ მოიტყუილებთ კორინთელთა ეკლესიის გადარჩენილო წევრებო. მეორე ადგილი. გალატელთა 5:18. კითხულობ, ეს პავლე წერს გალატელთა გადარჩენილ მორწმუნეებს. გალატელები გადარჩენილი არ იყვნენ? ეს ხო ეკლესია. თუ სულით იარებით, თუ აიჩქარებს იკითხე, ჯულის ქვეშ აღარ ხართ. ესე იგი, ჯულის ქვეშ აღარ ხარ, თუ სულით იარებით. თუ სულით არ იარებით, ჯულის ქვეშ ხარ. მერე ლაპარაკობს. ხორცის საქმეები აშკარა, ესე იგი ხელული. დამალული არ არის. ეს არისო სიზვა, უწმინდურება, თავაშვებულობა, კერპსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, შური, რისხვა, შუღლი, უთანხმოებანი, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა. გაუმაძღრების გულის ისე რამდენი დაატორმოზებს ეგ. არ შემიძლია გაჭირება, სტოპი არ შემიძლია. და სხვა ასეთი, ესე იგი ბოლომდე არაა ჩამოთვლილი. პავლე ეუბნება გალატელთა ეკლესიის გადარჩენილ ხსნა მიღებულ ეკლესიის წევრებს. ამ ხალხს გადარჩენილები იყვნენ ესენი გალატელები. ესენი იყვნენ წერია ყველაფერი გაქვთ. ის სულიერი ნიჭები, ის წაიკითხეთ პირველი თავი როგორ უხსნეს პავლე და რას ეუბნება, როგორ ახსევს.
გალატელთა ეკლესიის ძმებს და დებს ეუბნება. გეუბნებით წინასწარ ეკლესიის წევრებო და გადარჩენილებო. ხსნა და გადარჩენა მიღებულებო. ნურავი ნუ მოგატყუილებთ. პავლე გეუბნება. თუ სხვაებს უსმენ დაჩი ზღაპრებს თხილად იყავით. ისინი გიქადაგებენ სხვა იესოს, სხვა სულით და სხვა სახარებას. პავლე ამბობს, მე გეუბნებით წინასწარ. პავლე ეუბნება, როგორც ადრე გითხარით. რომ ასე მოქმედნი, ამის გამკეთებლები, ღმერთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ. რას ნიშნავს ეს? ვიღაც ამბობს, კაცის რომ მოკლა ეს არაა პრობლემა. რო იმრუშო არაა პრობლემა. პრობლემაა ზმა, პრობლემა. და იცი როგორი პრობლემა? შლანგბაუნი იქნება მერე იქ. აქ წერია. ასეთი მოქმედნი ღმერთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ. სულით იარებითო, ხო? სულის ნაყოფია. რა არის ნაყოფი? საქმე. სულის ნაყოფი რა არის? სიყვარული, სიხარული, შვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, რწმენა, სიმშვიდე, თავშეკავება. ამათ წინააღმდეგ არ არის სჯული. თავიდან წავიკითხეთ? თუ სულით იარებით, სულის ნაყოფებით, სჯულის ქვეშ არ ხართ. აქ ეუბნება გალატელებს. წინასწარ გეუბნებით, გადარჩენილებო. გადარჩენილებო, წინასწარ გეუბნებით. თუ ასე გააგრძელებთ და ასე იცხოვრებთ, სასუფეველს ვერ ნახავთ. თუმცა ეკლესიის წევრები ხართ და გადარჩენილები ხართ. მერე პავლე ამბობს, ვინც ქრისტესნი არიან, ჯვარს აცვეს. თავიანთი ხორცი ვნებებთან და გულისწყმებთან ერთად. ეს შენ უნდა გააკეთა. შენ იტყვი, ეს ქრისტემ გააკეთა. კი ბატონო, ქრისტემ გააკეთა. მაგრამ შენც უნდა წაიღო ჯვარი. იესომ წაიღო თავისი ჯვარი. აბა, თუ იესომ წაიღო ჯვარი, მე რაზე ვატარო იესო ჯვარი? შენ ხომ ერთხელ წაიღე ჯვარი. გვეყოფა უკვე. არ გვინდა კაცის ჯვარი. იესომ თქვა, ვინც არ უარყოფს თავის თავს, არ აიღებს ჯვარს და არ გამომყვება მე, არა ჩემი ღირსი. ეს არ არის განსხვავებული სახარება. ვიღაცა ლაპარაკობს, შენ თუ ირწმენი გადარჩენილი ხარ, нет პრობლემა, არ არის პრობლემა რომ შენ იმრუშე, კაცი მოკალი, რაღაცა გააკეთე იქით-აქეთ. ღმერთი ასე ამით არის ფარგლება ამაში. ეს არ აყოვნებს შენს გადარჩენას. ასე ლაპარაკობს ეს კაცი და ასე ლაპარაკობენ ზოგიერთები. გადარჩენა ეს არის საჩუქარი, შენ თუ ერთხელ ირწმუნე იესო, სა. არ დაკარგო, ვინ სხვანაირად ლაპარაკობს, სულიწმინდის გმობელი არისო. სულიწმინდის გმობელი ფრთხილად იყავი, შენ არ იყო იქ. ვინც ახარ? იმიტომ რომ არასწორად ლაპარაკობ, არასწორი სულით. იმიტომ რომ სულიწმინდა ყოველთვის სიწმინდესკენ მოუწოდებს. პავლე მოციქული წმინდად ლაპარაკობდა სულიწმინდით. და პავლე მოციქული ეუბნება, რომ ვინც ქრისტესი არისო, აი ამ ხალხმა თავისი გულის თქმა, ხორცის ვნებანი, ჯვარს მიამშჭვალეს, ჯვარს აცვეს, უარი თქვეს. თავიანთი სიცოცხლეს სიკვდილამდე არ შეიყვარეს. და ამიტომ გადარჩებიან. თუ სულით ცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. კარგით. ეხლა
თუ გახსოვთ იოანეს სახარების, მე-14 თავში ორი მუხლია მე მგონი, თუ ერთი მუხლი. იოანეს მე-14 თავში უყურე რას ამბობს იესო. მაგარი სიტყვებია ეს. ეს თუ შენ დაიჭირე, მთელი ცხოვრება გეხსომება. თუ არა და პავლე რო ამბობს ის სიტყვები იქნება ჩვენთვის. თავს ნუ მოიტყუილებთ. განა არიცით? განა არიცით თქვენ? რო დაფრინავთ ღრუბლებში, ჩამოდით აქეთ. თავს ნუ იტყუილებთ. იოანე ამბობს, იესო ამბობს იოანეს სახარებაში. მე ვარ ვაზი. კაცი ვაზი რა არის? მამა ჩემი მე ვენახე. დადის და ჭკლუბ. თუ გინახი ან კინოში ან საზღვრად სინამდვილეში როგორც მე ვენახე როგორ ჭრის იქ რაღაცა დადის. იმან იცის რა ჭრას და რა არ მოჭრას. და გასაგებად რო იყოს, მე გადავალ ახლა უსვათ მე-5 მუხლში და მე ისე დაბრუნდები უკან. მე ვაზი ვარ. თქვენ კი ლერწები. რომელსაც მოაქვს ეს ყურძენი. ლერწია და მე მას ყურძენი მოაქვს. ვინც ჩემში რჩება და მე მასში. იგი ბევრ ნაყოფს გამოიღებს. რადგან უჩემოდ არაფრის გეკეთება არ შეგიძლიათ. მე ვაზი ვარო. თქვენ კი ლერწები. სტოპ. ახლა დაუბრუნდეთ. მეორე მუხლი. მე ვაზი ვარო, მამა ჩემი მე ვენახე. მეორე მუხლი. ყოველ უნაყოფო ლერწს. უკვე ვაზია ლერწი. ეს მორწმუნეა. იესომ თქვა, მე ვაზი ვარ. კახა, შენ ლერწი ხარ. არის უბრალოდ. კი უფალო. დიდება ხოს ლერწი ვარ. ლერწი ვარ, უკვე იესოზე ვარ. უკვე ამოზრდილი ვარ. ლერწი ვარ უკვე იესოში. რა ბედნიერი ვარ. იესო ამბობს, გაჩი. მამა ჩემი მე ვენახე, იქ დადის მაკრატლით. უნაყოფო კახას, ლევანს და ვიღაცა კიდო ლალის მარგოს, კი რა ვიცი, არ მინდა სახელები რაღაც ყოველ უნაყოფოს. ნაყოფი რო არ მოაქვს. ჩემზე ის მოაშორებს. კლუბ. ეს იესომ რატომ თქვა? შეეშალა რამე? მან გარკვეულად თქვა, მე ვაზი ვარ. თქვენ ლერწები. მამა ჩემი კი მე ვენახე, დადის იქ. როცა ნახავს რამე უნაყოფოს, კლუბ. და ყოველ მომტან ლერწს მორწმუნეს. კახა თუ მომტანი ხარ და უკვე რაღაცები იწყებ რაღაც ხასიათს პატარ-პატარა, უკვე ნაყოფი გამოგაცოცოდათ. ისენ გაგწმენსო, რათა მეტი ნაყოფი გამოიღო. მომტანს ეხმარება მამა. და ვინც იქ ფეხზე გადადმული აქვს და სტვენის მარტო. ჰალელუია. და თავის იმაშია იფორიაში და იქ გონია თავი და ნაყოფებზე საერთოდ არ ფიქრობს. რა გვიდა უკას ნაყოფი? გადარჩენილები ვართ უკვე. რა ნაყოფებით გადარჩებით? ჩვენ ხო გადარჩენილები ვართ უკვე კაცო. ის ბოლოს ილაპარაკე მე. აუხსენი იესოს. მე ვაზი ვარ თქვენ ლერწები. და ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემზე ის მოაშორებს. ყოველ მომტან ლერწს კი პირიქით არ მოჭირს. განწმენს, რომ უფრო მეტი ნაყოფი გამოიღოს. და ერთი ადგილი, სულ ორი ადგილს მოიყვანდა და დამთავრდა. მათეს მე-7 თავი.
ამ ადგილსაც ხმარობენ მაგრად. მაგრამ ის გავიგონე რომ სულ არ გამიგონი არასოდეს იმისანა ინტერპრეტაცია გავუკეთა იმ კაცმა. 7:21-ში უფალი ამბობს. ვინც მე მეუბნება უფალო ხსნელო უფალო спаситель господи ყველა როდის შევა სასופველში აბავინ არამედ ის რომელიც სირწმუნებს რომელიც შეასრულებს გააკეთებს შესრულება ჩემი მამის ნებასრულს მე ვიცი შენი დღე მამის ნებასრულია ირწმუნონ ის ვინც განმოგზავნა კი ბატონო შემდეგ დაჯიქი დაკერე არა იქ ილაპარაკებს იესო ბოლოში ბევრი მეტყვისო მე იმ დღეს ბევრი გაუბედავს იესოს დაში გაუბედავენ რას ვიღაცა არ გიცნო უფალო განა შენი სახელით არ წინასწარ მეტყველებდით ესენი ვიღაცაფერზე ურწმუნეები იყვნენ ურწმუნოს ფეხებზე არ კიდია შენი წინასწარ მეტყველება პირიქით დაგცინებს არ იყვნენ მაღლიდან შვებილი შენი სახელით წინასწარ მეტყველებდითო განა შენი სახელით არ დევნიდითო ეშმაკებს განა შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს უყურე რა უთხრაო იესომ მაშინ მე განუცხადებ მათ მე არასოდეს არ გიცნობდი თქვენ არასოდეს არ მქონდათ მათ ნაყოფი და მიზეზი რატომ არ მიიღო იესომ მოქმედნო უსჯულოებისა ცოდვის ჩამდენო იოანე ამბობს თავის წერილში რომ ცოდვა ეს უსჯულოება ხოლო ვინც ფიქრობს რომ აი ყველა ვინც წინასწარ მეტყველებს იესოს სახელით ეშმაკებს დევნის და ასე შემდეგ ესენი ყველა იმ კატეგორიის ხალხი არიან სტოპ ასევე მარკოვის სახარებაში იესო ამბობს თავის ბოლო მუხლებში ჩემს მორწმუნეებს ვინც მე მირწმუნებს და მოინათლებიან და ვინც მირწმუნებენ და მოინათლებიან ამ ხალხს ეკნებათ ეს ნიშნები რა ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნიან ახალი ენებით ილაპარაკებენ თუ რაიმე სასიკვდილო შესანა არ ამნებს და ხელებს დაადებენ და ისინი განეკურნებიან იესომ თქვა ჩემს მორწმუნეებს ეს ეკნებათ მაგრამ ამ ხალხსაც ჰქონდათ ეს მაგრამ უყურე რატომ იქნენ ისინი უარყოფილნი ამ ნიჭებში კი დადიოდნენ ისინი ეს საჩუქარია ნიჭი დარ არის საჩუქარი დუხოვნი დარი სულიერი ნიჭები აი ეს საჩუქარი კი ჰქონდათ მაგრამ ცოდვებში ცხოვრობდნენ წმინდა ნაყოფები არ ჰქონდათ არც მოთმინება არც ცოდვისგან გაქცევა არც თავის უარყოფა უსჯულოებაში ცხოვრობდნენ და უსჯულოებს ღმერთი არღებულობს ამიტომ იესო აგრძელებს ლაპარაკს თავისი მოწაფეების გასარკვევლად და მერე ამბობს ამიტომ ეს სიტყვა ამიტომ უკვე კავშირშია ზევით თქმულთან მას ახალი ამბავი კი არ დაუწყია იესომ ახლა რომ ლაპარაკობს ამიტომ და რაღაცას რომ იტყვის ეს გადააბა როგორც არის და ამიტომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან ორი აზრი გადაბმული მერე იესო ამბობს ამიტომ ყოველს ვინც ისმენს ჩემს სიტყვას მოусმინეთ იესო ამბობს ყოველს ამიტომ მე ვეტყვიო მათ
არ გიცნობდით უსჯულოების მოქმედნო. და მერე ამბობს, ამიტომ ყოველს ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მას. რარიო? ასრულებს. მარტო გულში ირწმუნა კი არა. საქმე ასრულებს. შეასრულა. აკეთებს. ვამსგავსებ კეთილგონიერ კაცს, რომელმაც თავისი სახლი კლდეზე აიშენავა. მოვიდა წვიმა, გადმოვიდა მდინარეები, ამოვარდნენ ქარები, ეკოთენ ამ სახლს და ის არ დაეცა. გაზლო. რატომ? ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული. ხოლო ყოველი ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და არ ასრულებს. რა არისო? აირწმუნებსო? არ ასრულებს. არ აკეთებს. не исполняет, не делает, არ აკეთებს. ვინც ისმენს ჩემს სიტყვას და არ აკეთებს, არა პრაქტიკაში არ მოყავს, ემსგავსება უგონო კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი. იგივე წვიმა მოვიდა იმასთანაც, იმ სახლთან, მდინარეები, ქარები, ეკოთენ ამ სახლს და დაეცა და იესო ამბობს და ფრიად დიდი იყო მისი დაცემა. დაწერია. იესომ დაასრულა ეს სიტყვები. დამთავრდა. აქ დამთავრებულია მართლა. მერე სხვა ამბავი, მერე თავში უკვე სხვა ამბავი იწყება. აი ეს უფალო შენი სახელით ვაკეთებდით და იესო ერწყმის არ გიცნობდით. აი ამას იესო თავისი მეორე იგავით ხსნის ამ კლდეზე და ქვიშაზე აშენებულ სახლს. ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს. ანდა იესომ თუ რა თქვა? სადაგაზის. ნაყოფებზე. ანდა ზევით კიდე რო ამბობს. შედით ვიწრო ჭიშკრით, ვინაიდან ფართოა ჭიშკარი და განიერია გზა. ვინაიდან მრავალი დადისვამ დამღუპული გზით, განიერი გზით. მაგრამ არისო ჭიშკარი ვიწრო და ვიწრო გზა, რომელსაც სიცოცხლისგან მიიღავს და მცირედნი პოვებენ მას. მათი ნაყოფით იცნობ მათ. უყურეთ. ეკლიდან ყურძენს კრეფენ ან ბირკავიდან ლეხს. ყოველი კარგი ხეო ნაყოფსას კარგს იძლევა. ცუდი ხე ნაყოფსას ცუდს იძლევა. რა შენ იესო ის ხო არ გონია ბოტანიკი აქ. ბოტანიკა და სამეურნეო იმას კი არ გვასწავლის. გაკვეთილებს კი არ გვიტარებს. აქ იესო ლაპარაკობს სულიერ საკითხებზე. სულიერ სიმბოლოებით გასაგებენაზე ლაპარაკობს იმდროინდელი ხალხისათვის. დღეს რა ყოფილიყო ჩვენებურად აგვიხსნიდა. შეიძლება რამი რესივერი რაღაცები ეთქვა სხვანაირად. არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოხება, არ ცუდ ხეს კარგი ნაყოფის გამოხება. ყოველ ხეს ეს ხე ყოველთვის მორწმუნეა. შენ და მე ვართ. ყოველ ხეს, ყოველ მორწმუნეს, რომელსაც კარგი ნაყოფს უნდა ლოდინი. კარგი ნაყოფი არ მოაქვს, ჭრიან. ცეცხლში აგდებენ. რა თქვა იესომ? მე ვაზი ვარ, მამაჩემი, მე ვენახე. ყოველ მორწმუნეს ჩემზე მყოფს, უკვე ჩემში მყოფს. რომელსაც ნაყოფი არ მოაქვს, ტყლიპ, ჭრის. შენ გვაშინებ. რას გაშინებ კაცო, მე კი არა, შენ ჩინურად ხო არ კითხულობ ამ სახარებას თუ? უგემსლად სახარებას არ კითხულობ, დიდი ხანი არ წაგიკითხია და ამისანამ ქადაგებლებით თავი გატენილი. დაანებე ამai თავი, დაგვანებე ჩვენ თავი და დაუბრუნდე შენ სახარებას იჯობია მაშინ. იმიტომ რომ ამითაა გაჟღენთილი სახარება ნაყოფებით, საქმეებით.
ხო ასე რომ აგწერია ნაყოფს რომ არ იძლევა რა არის ნაყოფები ეს არის შენი სიტყვა მოდი რწმენის შემდეგ პავლე რას ეუბნება გალატელებს კორინთელებს და ერთი ადგილი როგორც შეგპირდით 1 იოანეს 2 მეორე 1 იოანეს წერილის მეორე თავი 14 მოხლი ნუ შეიყვარებთ ქვეყნიერებას წერს იოანე მორწმუნეებს ნურს იმას რაც ქვეყნიერებაზეა რატომ იმიტომ რომ იყო ამის მიზეზი რომ დაეწერა ვისაც ქვეყნიერება უყვარს მასში არ არის მამის სიყვარული ვინაიდან ყოველივე რაც ქვეყნიერებაზეა და რა არის ხორციელი გულისხმა თვალთა გულისხმა ვიღაცა ხომ ეს არა პრობლემა ეს არ აბკოლებს ის ხორციელი გულისხმა ტრალივალი ხომ ირწმუნე всё გადარჩენილი ხარ ვინც ამბობს რომ რწმენა და საქმეები სულიწმინდის მობილი არის ასე ამბობს ის ვიღაცა ძალიან კარგად ისეთ ვინც არის ვინც არ უნდა იყოს მათ ვინაიდან ყოველი რაც ქვეყნიერებაზეა ხორციელი გულისხმა თვალთა გულისხმა ამაო დიდება ცხოვრებისა მამისაგან კი არ არის არამედ ქვეყნიერებისაგან არის ქვეყნიერება გადადის მისი გულისხმას ხოლო ღმერთის ნების მორწმუნე გამკეთებელი აღსრულებელი რჩება უკუნისამდე გამოსხადებაში რას წერს სულიწმინდა შენ ამბობ ფანტასტიკა ვარ ეს ვარ ის ვარ დიდარი ვარ აიპაი უფალიონება არაფერის ამას მხოლოდ შენ ამბობ შენი ისპოვედოვანია ეს შენი აღსარება გინდა სწორი დიაგნოზი შენ ხარო შიშველი ხადაკი უბედური და დარის ეს მიზერა ერთ ეკლესიას ხოსეს და იმ ეკლესიას მესერე რასეუბნება მოინანიე და აკეთე პირვანდელი რწმენა ირწმუნეო პირვანდელი საქმეები დაიწყეო ისე შენი პირვანდელი საქმეები რწმენა საქმის გარეშე მკვდარია სწორიას მებოდადებო რომ საქმეებით კი არ მოდის გადარჩენა ამას რელიგია ამბობს ეს 100% არის ეს ამაში ჭეშმარიტება არის ეს სიმართლეა რომ მორწმუნე რწმენით არსაკასი ცოდვილი მოდის და ინანიებს და გულში ღებულობს იესოს რწმენით და მასში ხდება სესიური მაღიდან შობა მან მიიღო სიცოცხლე მან მიიღო იესო გულში და იმკაც ვერ წარმოუდგენია ვიღაცას რომ ამ გადარჩენის დაკარგვაც შეიძლება ვინც გეუბნებათ რომ შეუძლებელია ის არის მაცდური შენ ახლა ისე ორ ვარიანტში ხარ ან ჩემზე ფიქრობ უყურე მაშინებს აქ პადვაპროს მიხსის გადარჩენა არა შენ გადარჩენილი ხარ შენ ახლა ცოცხალი ხარ მაგრამ შეგიძლია დენში ჩაყოთითი ხმრანაშროზე ვიღაცა ცოცხალი არის და მობიზა ცხოვრება და რაღაცები დალია წამალი და გაიპარაკეთ ანდა ჩაჯდა ვანაში გადაჭრა ცოცხალი იყო ამ დილას მაგრამ თავი მოიკლა ეს შენზეა დამოკიდებული ვიღაცად იცი როგორ უფრთხილდება დენი ხო არ არის რამე გაცოთილი ხო არა შნური დენ მარდა მარტყას ეს ბალკონი კარგად არის მიკეთებული გარჩამოვარდეს ეს ბალკონი უფრთხილდება თავის სიცოცხლეს
წამოდი კაცო ის წითელი რო არის მე რა არის არავინ არ მოდის ის სიტყვის ვისაც სისასოზე არა მასალი ერთ წამში აინთება მწვანე მე მწვანეს დაველოდები და ასეთი კაცი ფრთხილია და ღმერთის არც ის იგი ღმერთს და მე არა ვარ შენი მტერი და არ ჩემი თავის მტერი მე ვიცი რომ ღმერთი სამართლიანია მე ვიცი რომ იაკობის წერილიც სული წმინდისგან არის დაწერილი და მე ვიცი რომ რწმენა საქმის გარეშე მკვდარია საქმე არა თავიდან კი არა საქმე რომ მე საქმეებს გავაკეთებ და გადავრჩები არა რწმენით შენ გადარჩენა მიღებული გაქვს და მე ეს ნამდვილი რწმენა ამას საქმეები მოყვება იგი თუ კატა არის კნავის თუ ძაღლია ყრებს თუ ცოცხალია ის რომ დაიბადა ის კატა ის კნავის და საქმე რწმენას ასეთი არის რწმენა არა პასიური რწმენა მოქმედია როგორც პავლე ამბობს რწმენა რომელიც მოქმედებს სიყვარულით თელი საქმეებს მოსიკულ საქმეებს გადახედეთ მათ ირწმუნებებსეო რამბავში იყვნენ ამიტომ წერია მოსიკულთა რწმენა კი არ წერია იქ მოსიკულთა საქმეები და ასე რომ კიდევ არის ერთი მუხლი ღმერთიო პავლეს ხელით მრავალ სასწაულს ახდენდა პავლეს ხელები ჭირდება ღმერთს შენი ხელები ჭირდება შენი თვალები შენი პირი ჭირდება რომ ილაპარაკოს შენი ფეხები ჭირდება რომ წავიდეს ვიღაცა ინახულოს შენი ხელები ჭირდება რომ ვიღაცას დაეხმაროს აბა დაჯექი და უსტვინე რამდენის გინდა გადარჩენილი ვარ მიხვალი ასე რომ თუ გააგზელებ მიხვალა გეტყვიან არ გიცნობ შემარდა ბაგებით მიახლოვდებოდი და გულით შორს იყავით ჩემთან პეტრეს რა უთხრა გიყვარ ვარ კი აბა დაიმფიცე იესო თუ გიყვარ ვარ წყემს მოუარე ჩემს ცხვრებს წყემსე ჩემი ცხვრები თუ გიყვარ ვარ იზრუნე ამაზე დამიმკიცე მაშინ თუ გიყვარ ვარ ჩემი სიყვარული ლაიკებს ნუ მიგზავნი საქმე გავუკეთე ის განწმინდე ის უთანაგრზე დაეხმარე პავლე რას ამბობს დღე და ღამე ცრემლებით გასწავლილი და 3 წელი თუ რაღაცა ღამეებს უთენედა ღამეებს ტეხდა პავლე და ცრემლებით ასწავლიდა მათ რატომ კაცო ხო ირწმუნებს всё თავი ქუჩია ბიჭები ხო ირწმუნეთ წავედი მე სხვებთან იმათაც თუ ირწმუნებენ მე იქით წავალ არა ის ასწავლიდა წმინდა ცხოვრებას საქმეებს სახარებას ვინც აკითხულობს აი ის ხალხი ადვილად მოეგება იმ ანკეს ირწმუნა და გადარჩენილი ხარ მაგრამ ამ გადარჩენას შენარჩუნება ჭირდება და თუ შენ ასე გააგზელებ და ეტყვი უფალო მე შენი გირწმუნე პირველი დღიდანვე უფალი ეტყვის ღორმერთმა აშროზე ვიღაცას არ გიცნობ ისი რატომ შიოდა არ მომეცი ფეხებზე გადადებული სტუენდი ავად ვიყავი არ ვინახული წყუროდა წყალი არ მომეცი მარტო დამლაცი გაკურთხოს უბალმა მითხარი და ასე შემდეგ არავითარი ნაყოფები არ ჰქონდა ურჯულო ცოდებში ცხოვრობდი არ ინანიებდი არ ტიროდი არ ებრძოდი გამოცხადებულია ვინც გაიმარჯვებს მივცემ დაჯდეს ჩემ ტახტის გვერდ რაზე გავიმარჯვე კაცო შენ ხო გაიმარჯვე ერთხელ უკვე всё საკმარისია არ არის მე გავიმარჯვე მაგრამ ეხლა შენც უნდა გაიმარჯვო შენც უნდა წაიღო შენი ჯვარი შენი რწმენა გამოიცდება არ ვიცი ვიცი რატომ სიამოვნეთ ბევრს ეს გადაგება რომ ირწმენებზე გადარჩენილი ხარ და
არაფერი საქმეები არა. რას გამოგივა ისა და თუ არა და თავს ნუეტეხავ კაცო რის საქმეები რა საქმეები ამბობენ. ისე ამათ ვის მოსწონთ ეს. ვისაც არ უნდა გარჯა. ვიშიაც არა ის ცეცხლი. ის სიყვარული. სიყვარულის სინაკლებები ჭირს იმ ხალხს ასეთი კატეგორიები მოსწონთ. იმიტომ რომ თავიანთ ჭიას უხარებს. იმ ჭია რო ყავს იქ, იმას უხარებს. რა თქვა პავლე? ჭეშმარიტებას ესაა ჭეშმარიტება. ყურს არიდებენო ჭეშმარიტებას. და ყურის რა კარგად ლაპარაკობს. ყურის მომქაებელ მასწავლებელს მოძებნიანო. პავლე თქვა მე არ მეთქვია. ჭეშმარიტებას ყურს არიდებენო. არ მინდა მე ესეთი კატეგორიები რაღაც ეს. იგაკეთი ჯვარი და რა. კაცი. ირწმუნე გადარჩენილი ხარ, იგალობი, всё, დიდებაში ატარე. მე ამას მოусმე. შენ აქ ვიღაცა ბურდღუნობ რაღაცას, ნაყოფიო და საქმეებიო და მოთმინებაო და რაღაცებს. კიდე ისა პადვაპროს მიყენება გადარჩენას. არაფერს არ გიყენებ მე შენ. შენ გადარჩენა შენს ხელშია. უფალმა გააკეთა ეხლა შენ. ეს გადარჩენა აიღე და მიიტანე იქ ბოლომდე. რა თქმა უნდა, ღმერთის ნებით იესომ გაურჩემოთ არაფერი არ შეგიძლიათ. რა ვიცი მე უდადებოდ. თუ გამიგეთ რას ლაპარაკობ, ისა. თუ არა და რა იცით? თუ ლაპარაკობ სახარებისეულად, სწორს ლაპარაკობ, თუ არ ლაპარაკობ, მაშინ არა ვარ სწორი. უფალმა განსაჯოს. მე რომ მკითხოთ, მე ასე ვხედავ. მე ვხედავ რომ იესო 4 მახარებელი, მოციქულთა საქმეები, იუდა, იაკობის წერილი, იოანეს წერილები, რომელთა ყველა პავლეს ყველა წერილები და დამატებული ზედ გამოცხადება ლაპარაკობს მორწმუნის მოქმედებაზე. მის ჩარევას. მის ნაბიჯს, რა თქმა უნდა, სული წმინდით. მაგრამ ინიციატორი შენც ხარ. შენ თუ არ გინდა, ღმერთი შენ ძალით არ გაკეთებს არაფერს. მაგრამ ისევ რა აკეთებს? ისევ რწმენა, ის ნამდვილი რწმენა, რომელიც მოქმედებს სიყვარულით. და ეს სიყვარულია, რომ იმას ნახავს წყურვას დაალებინებს, შიშოს ჩააცმევს, უცხოს მიიღებს, იმას ინახულებს, იმას კიდევ ინახულებს ციხეში და ამას სიყვარული აკეთებს. და ეს სიყვარული არის მოქმედი, რომელიც გააჩნია ცოცხალ რწმენას, როგორც იაკობი თქვა. რწმენა საქმეების გარეშე მკვდარია, კაპუტ. უფალმა გაგურთხოთ, დაგლოცოთ, თქვენზე იყოს არჩევანი. ოღონდ ღმერთმა ნოქნას ბოლოს იქ ვინმე ინანოს. ღმერთმა გვაშოროს სინანული. პირიქით. აბრაამს საქმეები ჩაითვალა რწმენა. საქმეებით დაამტკიცა რწმენა. გაამყარა რწმენა. მან ირწმუნა ღმერთი, როცა უთხრა, ამდენი სიყოლებაო, შვილები, მრავალი ერისმა მახარო. და როცა ისააკი მოუტანა, მამით ბეჭედი დაუსვა თავის რწმენას. ასე რომ ფრთხილად ვიყოთ. სხვა სახარებას არ მოსმინოთ, სხვა სულს არ წამოვეგოთ და სხვა შორს სხვა იესოსაგან. და ნუ დაგვემართება იმ ჩემი წრუწუნასავით, კუდრო დარჩა იქ. ფრთხილად ვიყოთ. აბაჰე და აბაჰო გთხოვთ. წაიკითხე სახარება ერთხელ. იმიტომ რომ გადარჩენა ეს ყველაზე უმთავრესი საკითხი არის. ეს არ არის ნიჭების საკითხი, რაღაც შემოწურულობის საკითხი, კასინკი დავიხურო, კასინკა და არ დავიხურო ამის საკითხი. შარვალი ჩავისვა თუ კაბა ეს საკითხი.
ეს არის გადარჩენის საკითხი. წაიკითხე. არაფერი არ მოგივა, არ მოკვდები. ერთხელ წაიკითხე სახარება და დაიღე რვეული, პატარა რამე ფურცელი და ჩაიწერე, აღნიშნე. სად ლაპარაკობს რწმენაზე და გადარჩენაზე და ის როგორ ვლინდება, რას ლაპარაკობს სულიწმინდა, საქმეებზე, ნაყოფზე, რწმენის, ხო არის ერთს მივუმატოთ ერთი უდრის ორს. უდრის თუ გინდა გაიგო ის პირველიც. რას რა მივუმატოთ, რომ უდრისი ხო არის გადარჩენა. რწმენას მივუმატოთ რწმენას მივუმატოთ საქმე უდრის გადარჩენას. ესა სახარებოსი მათემატიკა. ვისაც არ გინდათ, უფალმა გაგორთხოთ. მე სუფთა ვარ. თქვენი ემები თქვენი ცით უფალმა გაგორთხოთ და მეც მოვისვენე უკვე. კიდევ ერთხელ მაბადია თუ ბევრი ვილაპარაკე მე ვიცი, მაგრამ როცა ვხედავ რომ რაღაცა მინდა ეს ბოლომდე 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ გავიმეორებ, ოღონდ გასაგებად იყოს ვითომ. მე ასე მგონია, მაგრამ ეგება და გაწუხებთ. კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში უფალმა გაგორთხოთ, დაგლოცოთ და აბა ჰე და აბა ჰო. წინ. ზეცისკენ.